მითების დეტექტორი ხშირად ამოწმებს ხოლმე ეკონომიკურ საკითხებზე გავრცელებულ მანიპულაციურ მტკიცებებს, მათ შორის ამოწმებთ ხოლმე საინფორმაციო ბარათებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე ეკონომიკურ სიახლეებთან დაკავშირებით. საინფორმაციო ბარათებით უფრო მარტივი არის ინფორმაციის გაშუქება, რადგან საინფორმაციო ბარათებზე ხშირად მედია საშუალებებს აქვთ დატანილი სხვადასხვა მონაცემები, ციფრები, წარსულის და აწმყოს მონაცემების შედარება, რომლითაც აშუქებენ ამა თუ იმ ინდექსს მაგალითად. ამ შემთხვევაში ხშირად ვაწყდებით ხოლმე მანიპულაციას, რადგან პროსახელისუფლებო მედია მათ შორის ხშირად მიმართავს მანიპულაციურ მტკიცებებს, როდესაც ინდექსებს აშუქებს. ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა კონკრეტული ინდექსიდან გაშუქებული არის ერთი კონკრეტული ნაწილი, რომელშიც საქართველოს პროგრესი არის ასახული, თუმცა მთლიანად რეპორტში შემდეგ, როდესაც მთლიანად რეპორტს ვამოწმებთ, ამ კონკრეტული მიმართულების გარდა საქართველოს შესახებ ყველა ნაწილში წერია, რომ მაგალითად რეგრესია არის და რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები არის ხოლმე გაშუქებისას გამოტოვებული, რაც მკითხველის ინფორმირებას არ უწყობს ხელს. მითების დეტექტორი ამზადებს ხოლმე ამაზე მიმოხილვებს და ანალიზებს და ჩვენ როგორც შევამჩნიეთ ამ მიმოხილვების მომზადების დროს, პროსახელისუფლებო მედია საშუალებები ძირითადად იყენებენ ერთნაირ ტექსტს, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი და ყველა ტექსტი ერთნაირად არის აგებული და ყველა ტექსტში ერთი და იგივე წინადადებები და მონაცემები წერია.